ეს არის პირველები 6-ე და გიყვებით ახალ ამბებს. სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ცვლილებები დაანონსა. პარტიას ახალი ბირთვი უნდა შეუერთდეს და ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანი მის გუნდთან ერთად, წერს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან. სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიას დიდი ცვლილებები სჭირდება და ამ ცვლილებების მოტანა სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანს შეუძლია. ჩნდება კითხვა, რას უკავშირდება დაანონსებული ცვლილებები. სხვათა შორის მომავალ თვეში პარტიაში არჩევნებია ვადა გაზდის მოქმედ თავმჯდომარეს თინა ბოგუჩაძეს. მე არ მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ გეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემი ლევანის სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმისთვის შემოუერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ, მას არასდროს უღალატია იდეისთვის, ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობითა და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცითა და ინოვაციებით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია, აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებისთვის. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად. პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის, ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია და სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა. ციხიდან თავისუფლებაზე სასახლის ღობის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს. ეს მხოლოდ დღეს გათავისუფლების მეორე ტალღა. ციხიდან ათავისუფლებენ ყველას, ვინც ბრალს აღიარებს. პროკურატურის მთავარი პირობა სწორედ აღიარება. რა არის გათავისუფლებულების პირველი სათქმელი? მარია მაკასარაშვილი მუშაობს სასამართლოსთან და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 ბრალდებული არის თავისუფალი. მათი მთავარი სათქმელიც უპირველეს ყოვლისა იყო ის, რომ გაგრძელდება ბრძოლა იმ ადამიანების სახელითაც, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში დატოვეს და საპროცესო შეთანხმებაზე თქვეს უარი. დღეს მთელი დღის განმავლობაში პროკურატურამ 14 ბრალდებულს გაუფორმა საპროცესო შეთანხმება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 14-ვეს აზრი იყო ერთმანეთის მსგავსი. ყველა ამბობს, რომ ეს საქმე იყო შეკერილი. საქმეში არ იყო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 ბრალდებულის წინააღმდეგ ან რომელიმე ბრალდებულის წინააღმდეგ პროკურატურას ჰქონდა პირდაპირ მტკიცებულება. შესაბამისად დღეს გათავისუფლებული ადამიანები ამბობენ, რომ ეს საქმე იყო შეკერილი, იყო დაშინების მცდელობა. შესაბამისად სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის საფუძველი, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ამ ადამიანებს ეთქვათ თანხმობა. ყველას დიდი მადლობას მოვახსენებ, ვინც გვერდში დამიდგა. ჩემს ოჯახს, ყველას თანამებრძოლებს, ყველას დიდი მადლობა და ყველას იქით დანის მეფე დაწესებულებაში ბიჭებს ყველას მოკითხვა სურს. აი ნახეთ რა მეთკიცებულება თქვენს წინააღმდეგ ამ საქმეში. რას ფიქრობთ, რას უკავშირდებოდა ეს თქვენი დაკავება? იყო სადამსჯელო ღონისძიება? ალბათ არ ვიცი, ვერ გეტყვით. როგორ აპირებთ, რომ აი გააგრძელოთ თქვენი ყოველდღიური ბრძოლა გრძელდება. ბიჭებს მოვიკითხავ ციხეში, რომლებიც ზიან ჩემი ძმები ბევრი ზის ციხეში უსამართლოდ და ყველას გადავცემ, რომ მალე განთავისუფლებულიყვნენ რა. ღმერთმა აცხონოს ჩვენი ძმაკაცის სულის ლიგინა გავიდა 29-ში და დაიღუპა 4 ივნისს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და რავი, ყველაფერს, რა ვიცი, რა, ეხლა ვფიქრობ, რომ დავისვენო, სახში წავიდე და ჩემს ოჯახს მოვესიყვარულო. თქვენ ახლა ხედავთ, რომ გიორგი რურამ დატოვა საქალაქო სასამართლო. ბატონ გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით რა გაქვთ სათქმელი პირველი ემოცია და რას ეთქვით იმ ადამიანებს, ვინც დარჩნენ საპატიმრო დაწესებულებაში. ეთერში ვარ, გისმენთ ბატონო გიორგი. პირდაპირ ეთერში ვარ, გისმენთ. რათვიანი ემოციები იყო ძალიან ენით აუწერელი. ამიტომ რომ ყველას მოგვეხსენება ეხა ვისაც ოჯახები ყავს ძნელია 4 კედელში გამოკეტილი ჯდომა და ყოფნა, მაგრამ ყველაფერს გაუძველით, რა ვიცი, ვაჟკაცურად ვთვლი, რომ ყველაფერს ვაჟკაცურად გაუძველით და ყველა იმ ადამიანს, ვინც რჩება საპრობილეში, უსურვებ თავისუფლებას, ყველას იმათ ოჯახებს უსურვებ მშვიდობას,
ღვთისყალობას და რავი, ჩემი პირველი ემოცია არის ის ეხლა რომ მინდა პატრიარქის საფლავზე მისვლა. ბატონ გიორგი, თქვენ რატო აკვირდებოდით ამ სასამართლო პროცესებს? ნახეთ რაიმე პირდაპირ მტკიცებულება რომელიმე ბრალდებულის წინააღმდეგ, რაც პროკურატურამ წარმოაჩინა. სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ არ ვიცი, არანაირი მტკიცებულებები. ჩემს წინააღმდეგ რაც იყო ის ვაღიარეთ, დავთანხმდით, მოვაწერეთ საფრთხო გარიგებას ხელი. და ეხლა ნახოთ როგორ გაგრძელდება მომავალში ჩვენი ცხოვრებაც, გამოჩნდება ყველაფერი. ბრძოლის გაგრძელება. ბატონ გიორგი, როგორ აპირებს თქვენ? რთული არ არის იმ დროს, როდესაც გარეთ 13 წლის შვილი გეყოლება და გელოდება, რთული ამ დროს არაფერი არ არის. თქვენი ბრძოლის შესახებ გითხარით, როგორ აპირებთ ამ პროცესებში ჩართვა? ჯერჯერობით აი პატრიარქის საფლავზე მივალ, სანთელს დავანთებ და მე გამოჩნდება ყველაფერი. ეხლა მე არ შემიძლია გითხრათ, რას ვაპირებ, როგორ ვაპირებ, მაგრამ მე რასაც ვაპირებ ცხოვრება როგორც დავიწყე იმას აუცილებლად ისე გავყვები. დიდი მადლობა. მადლობა დიდი. თქვენ უსმენდით გიორგი რურას, რომელმაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე წუთის წინ დატოვა საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზი. თქვენ ახლა გაჩვენებთ ლაშა ივანაძეს, ის ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული. დროშით მობრძანდება ბატონი ლაშა, საქართველოს დროშა აქვს მხრებზე შემოხვეული. ჩვენ შევეცდებით ახლა გადავინაცვლოთ, გავესაუბროთ ბატონ ლაშას. გამარჯობა. ბატონო ლაშა, გითხარით რა გაქვთ საქმელი, გიხოთ თავი ემოციების ხათველი პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით. ერთსამ ეხ ძალიან ემოციური ვარ ბავშვებთან ერთად ვარ. იქით გადავიწიოთ, აი იქით. ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ. მალე გარეთ გამოსვლას და საქართველოს გამარჯვება უპირველეს ყოვლისა. ბატონო ლაშა, თქვენ აქტიურად იყავით ამ პროტესტში ჩართული. რას ფიქრობთ, ეს საქმე იყო დაშინების მცდელობა? თქვენ მტკიცებულებებიც ნახეთ, რა შეგიძლიათ? ჩემი ეს ნაბიჯი იყო ერთი ნაბიჯით უკან გადახევა, მაგრამ ახალი სტრატეგიებით ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა. დაგრძელებთ ბრძოლას ბატონო ლაშა? მიღება. რთული არ იყო, იმიტომ რომ ვაპირებ ახალ ბრძოლაში შესვლას. მადლობა. თქვენ უსმენდით ლაშა ივანაძეს 6 მეგობრები საკნებში ვინც არიან ახლა, მიყვარხართ ბიჭებო, გაუძელით, მალე თავისუფლებას გისურვებთ. მადლობა. 6-მა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დატოვა საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზი. ჯამში 14-მა ბრალდებულმა დღეს მოახერხა, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოეპოვებინა თავისუფლება. დღეს საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსული ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს საქმე იყო დაშინების მცდელობა, რადგან პროკურატურამ მათი განმარტებით ვერ მოახერხა ვერც ერთი პირდაპირ მტკიცებულების წარმოდგენა. მაშასე მხოლოდ დღეს სასახლის ღობის საქმეზე 14 ბრალდებული გათავისუფლდა. პირდაპირ ეთერში მარია მაკასარაშვილი საუბრობდა. მანამდე კი იყო კიდევ ერთი ტალღა გათავისუფლების სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს ამ გზავნილებით დატოვა. დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზი იმ 8 დემონსტრანტმა, ვისთანაც ასევე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ ოჯახებთან დაბრუნებულების ნაწილი ამბობს, რომ აღიარებაზე ხელის მოწერა გაუჭირდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება და ახლა განსაკუთრებული მხარდაჭერა იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვინც არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებაზე უარი თქვეს. ნამდვილი დამნაშავეების ხედავ პარლამენტში ციხეებში ნახევარზე მეტი არა მარტო პოლიტპატიმრები არიან გამოგონილი ბრალი და ცრუმოწმეებით დაკავებულები და ძალიან ბევრი ხალხი უნდა გათავისუფლდნენ ციხეებიდან. არა მარტო პოლიტპატიმრებზე არ მაქვს ლაპარაკი, რა სხვა პატიმრებიც და ასევე მინდა უთხრა ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც ისევ რომ შემატრიალონ უკან მაგისი არ მეშინია, უბრალოდ 8 თვია ჩემი შვილები არ მინახია და გქონდა გარკვეული მიზეზები, რომ დროებით მაინც თუნდაც ვიყო თავისუფლებაზე და თუნდაც ხვალვე ისევ დავაკავო მზად ვარ მაგის. არაერთხელ იყავით სისტემის სამიზნე, ჩვენ გვახსოვს რომ გოში. მე ხლა სამიზნე ვარ დარწმუნებული ვარ. აი როგორ გააგრძელებთ თქვენ პროტესტს? რავი, როგორც მექნება საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც იქცევა. და არავის მიტოვებას არ ვაპირებ და სულ ყველა იცოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება. ეს არის ჩემი ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც გავიარე, გაჩერებას არ ვაპირებ, ვაპირებ ბრძოლას, რაღაცა პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრებოდა იმ პასუხისმგებლობით დავდივარ და ვაპირებ, რომ ამ პასუხისმგებლობით ვიარო, ასე რომ დიდება საქართველოს, გამარჯობა ჩვენ და ყველა პატიმარს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო და დარჩენილებს, მალე თავისუფლებას უშურებ და თავი, ბედნიერებას ვუსურვებ, ღმერთის წყალობით ყველა მალე განთავისუფლდეს სიხე. რთული იყო, მაგრამ თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია რა. ეს მაგსაცმელი თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ. პირველი ოჯახს შევეხუტები. მონატრებულ ადამიანებს და შემდეგ დავბრუნდები. აი ბრძოლის გაგრძელებას როგორ აპირებთ?
ყოველდღიურ პროცესებში. შევეცდები, კი. და შევახსენო რომ ქართლის მოგზაურობა გრძელდება, ისება ყოველდღიური თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ციხით ვერ შეგვაშინებენ. მებრძოლი ადამიანები აუცილებლად საჭირო იქნება მომავალში რომ რაიმე გირებული მომავალში ჩვენი შვილების და ჩვენი საქართველოს ეს მომავალში და შემზარავი ფაქტი 14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. ირკვევა, რომ ბრალდებული Facebook-ის ყალბი ანგარიშების გამოყენებით არასრულწლოვნების ნდობის მოპოვების მიზნით მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას ამყარებდა. უგზავნიდა შესაბამის ვიდეოებს და თავად ბავშვებსაც აიძულებდა იგივე გაეკეთებინათ. დაკავებულ კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქების კიდევ ერთი ტალღა კრემლიდან მოსკოვი ოცნების პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავს. ფაქტია, რუსეთისთვის სასიამოვნო საყურებელია თუ როგორ აზიანებს ოცნება დასავლეთთან ურთიერთობებს. მარია ზახაროვა ამბობს, რომ მოსკოვი გაგებით ეკიდება თბილისის მცდელობას უცხო ქვეყნების გავლენისგან გათავისუფლდეს. ამ ფონზე კი რუსეთი გამოთქვას მზადყოფნას საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავოს. ჩვენ გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს და ასრულონ გარედან დიქტატი და უცხოელ პარტნიორებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს. ჩვენ მზად ვართ რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ, რაც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას სუფთა გულით და გულწრფელად ვაკეთებთ. თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართული ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის და მე დავამატებდი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ. ოცნება რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას დაბლოკავს. პარლამენტში უკვე ინიცირებულია გიორგი გახარიას პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ანექსიის შეფასება მიეცეს. გაქცეული ლიდერის პარტიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერთ, ეს არის პასუხი ივანიშვილის გუნდიდან. ახლა ჩნდება კითხვა, ვერ ბედავენ რუსეთის კრიტიკას თუ ექს-პრემიერს ჩაუდგნენ ჯიბში. ამის გარკვევას ხატია სამხარაძე ცდილობდა მან დასვა კითხვები და აგრძელებს საუბარს პირველების ეთერში. გიორგი გახარიაზე და ჩოჩანაძე საუბარი ქართული ოცნებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, რომ თავი აარიდონ მთავარ პრობლემას და თავი აარიდონ მთავარ კითხვას. რატომ არ უჭერენ ისინი მხარს რეზოლუციას, რომლითაც დაგმობილი იქნება რუსეთის ანექსიური პოლიტიკა. ქართული ოცნების წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი არ დაუჭერენ რეზოლუციას მხარს სხვადასხვა მიზეზების გამო, თუმცა ვიდრე ქართული ოცნება დუმს და არ გმობს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას, ამასობაში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის ოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების აღსრულება მიმდინარეობს და ერთ-ერთი პირობა და ერთ-ერთი ახალი შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ ცხინვალში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების საშუალება ეძლევა რუსეთის მოქალაქეებს და იგივე მოხდა ახლა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ალან კაგლოევმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უკვე წარუდგინა მალად კამბოლოვი და სწორედ ამ ადამიანს უპირებენ პრემიერ-მინისტრად და ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე სხვა მაღალ თანამდებობაზე დაანიშნას. ქართული ოცნების წევრები დღეს ხან გიორგი გახარიას აკრიტიკებდნენ, ხან ჩორჩანაძეს საუბრობდნენ, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ოცნება დიდი ალბათობით ამ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს. ხალბატონო მარიამ, აპირებთ თუ არა მხარი დაუჭიროთ გიორგი გახარიას პარტიის რეზოლუციას რუსეთის ანექსიასთან დაკავშირებით, რომ დაგმოთ რუსეთის ანექსია? დაგმული არის ჩვენი კონსტიტუცია. რა რეზოლუცია რას მოუტანს ქვეყანას, ამას განვიხილავთ. ეხლა ამ რეზოლუციაზე თუ არის დამოკიდებული რუსეთის ოკუპაციის შეჩერება და დამოუკიდებლობის და მათი ჯარის გაყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა დაუჭერთ, მაგრამ განვიხილავთ, რისი მომტანია იქნება რუსეთი ოკუპანტი რო ეს ჩვენ ჩავაწერიეთ პირველი და თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადასცა ენერგოობიექტები. აი ეს გაუშვი. ხო დაუჭერთ თუ არა მხარს რეზოლუციას, რომ რეზოლუციას ჩვენ დაუჭერთ ყველას მხარი რუსეთის წინააღმდეგ რაც იყო. რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობთ. რა თქმა უნდა, ყველა როგორ არის რა ჩვენ გვაქვს რამე კავშირი რუსეთთან? ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორია რომ ოკუპირებული არის, ეს უდაო ფაქტია და დანარჩენი კი ის. მაშინ რეზოლუციას თუ დაუჭერთ მხარს გიორგი გახარიას პარტიის არ გავცნობი ვარ, რომ გავეცნობი შემდეგ. გმობთ თუ არა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას თქვენ პირადად? რას მელაპარაკებთ, მაგაზე ორი აზრი არსებობს. ხო და მაშინ რატო არსებობს ორი აზრი რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით?
ქართული ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მხოლოდ მაშინ იბრძვის, როდესაც ისინი საფრთხეს სხვა მხრებიდან ხედავენ, მაგრამ როდესაც სუვერენიტეტის საფრთხე მოდის რუსეთიდან, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დუმს და ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერასაც კი არ აპირებენ. გიორგი გახარიას პარტიაში პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განახორციელებს, ისინი ხმამაღლა საუბრობენ ევროკავშირზე, ხმამაღლა საუბრობენ დასავლეთზე, მაგრამ როდესაც ხმა არის ამოსაღები რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე, აქ ქართული ოცნება კრიტიკას და ვერაფრის თქმას ვერ ბედავს. ჩვენი რეზოლუცია მოიცავს სწორედ იმას, რომ მათ დაგმონ ეს პროცესი და უბრალოდ ხმა მოიღონ იმაზე, რომ ანექსია მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში. ეს ეხება როგორც სოციალურ ოკუპაციას, ეს ეხება მათი მხრიდან უკვე პოლიტიკურად აშკარად გადადგმულ ნაბიჯებს ანექსისკენ, თუმცა ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ამას თავს არიდებს, იმიტომ რომ მათ იმის უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ უბრალოდ სიტყვიერად დაეგმოთ, არა თუ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭერათ, არამედ დაეგმოთ. აი ამ სამოკავშირეო ხელშეკრულების გათვალისწინებით უკვე რაც აღსრულება დაიწყო, რუსეთის საკადრო მაღალჩინოსანი იყო დე-ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაპირველად, ეხლა კი მედიის ის იქნება პრემიერ-მინისტრი ცხინვალის, აქედან გამომდინარე, ამაზე დუმილი არის უბრალოდ ქვეყნის ხალატი. და რაც უფრო მეტად ჩორდება ქართული ოცნება დასავლეთს, მით უფრო მეტად აქტიურდება ამ ყველაფრის პარალელურად რუსეთი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ახლა უკვე დახმარების და თანამშრომლობის გულთბილ ხელს უწვდიან ქართულ ოცნებას, როგორიც იყო დღეს მარია ზახაროვას განცხადება. საბოლოოდ საინტერესო არის, როდის გავა კენჭისყრაზე ეს რეზოლუციის პროექტი, ვინაიდან ბიუროს უკვე წარადგინა გიორგი გახარიას რეზოლუციის პროექტი ანექსიური პოლიტიკის დაგმობასთან დაკავშირებით. ახლა საინტერესო არის, განიხილავს ქართული ოცნება ამ რეზოლუციას თუ მისთვის როგორც არასასურველ რეზოლუციას თაროზე შემოდებს. ეს იყო ხატია სამხარაძე, ნახეთ მისი რეპორტაჟი პირველებში 8-ზე. ქართული ოცნება ჩინეთთან ყოვლის მომცველ პარტნიორულ ურთიერთობებს აღრმავებს. ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ კანონპროექტის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენების შესწავლისთვის მიიღეს, დღეს კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი დაუპირისპირა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პარტნიორობის გაღრმავება ჩინეთთან ამერიკასთან ურთიერთობებს ვერ დააზიანებს, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთში ოცნების საგარეო კურსი შეშფოთების მიზეზი ხდება. სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს გამოხატვას არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად თუ დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოეწერა, არამედ საქმითაც, როგორც ამბობს. საქმითაც გამოხატავს. საქმითაც გამოხატავს ჩინეთი, მაგალითად, როცა მიიღება რეზოლუცია, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩინეთს, რომ პარტნიორ სახელმწიფოს მის სუვერენიტეტს მხარი არ დაუჭიროს. ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. დევნილების დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ დუმობს ოკუპაციას ისრაელის არ უჭერს ხარს სათანადოდ საქართველოს სუვერენიტეტთან. ჩინეთთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა, თქვენ არ გაქვთ კითხვა, ან უკმაყოფილება, ან ლოგიკიდან. ნახეთ, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გმობს ოკუპაციას. იგივე ისრაელის შემთხვევაში. ისრაელიც მხარს არ უჭერს ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობაში. თქვენი აზრით ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით ეს ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას თუ პირიქით? მე პირველ რიგში ვთხოვდით, რომ არ გააგებინოთ ჯოლოსნოს ამ ბრიფინგის შესახებ და ასევე არ გააგებინოთ იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იყო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით. ეს რომ გაიგოს, მეგონი ინერვიულებს. საჩვენებელი დაკავებები თუ რეალური ბრძოლა ნარკოდანაშაულთან კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს საჩვენებელ დაკავებებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს თქვეს, რომ ნარკოდანაშაულის მუხლით 119 პირი დააკავეს და აქედან 59 არის რეალიზატორი, მაგრამ უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სტატისტიკის გასაზრდელად სამინისტრო ნარკოტიკის მომხმარებლებს ეგრეთ წოდებულ ბარიგებად ასახებს და ციხეში მრავალი წლით უშვებს. არანაირ ნარკორეალიზაციას, როგორც ასეც მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, რასაც აცხადებს ეს ადგილი არ ქონია, იჭერენ უბრალოდ მომხმარებლებს. შეუჩენენ ადამიანს, მომხმარებელს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, შედიან მასთან დობაში, ეხვეწებიან, რომ სუდათავარ ყდები, ძალიან მიჭირს, ამდენი ფული არ მაქვს, შევამხანაგდეთ, ერთად დავდოთ ფული, ერთად ვიყიდოთ, დაყვებიან ეგრეთ წოდებულ ადრესებზე, მისამართებზე და
შემდგომ დაიყოფენ ესენი ერთმანეთში და ის თავის გზაზე წავე, ეს თავის გზაზე, აი ამას უძახიან ესენი ნარკორეალიზაციას. ნარკოტიკის შეძენა არის სრულიად თავისუფალი და ხელმისაწვდომი Telegram არხებზე, ასევე პოლიციას აქვს თავისი Telegram არხები. და მე ადგილზე მისამართზე ახვედრებენ ამ ნარკომომხმარებლებს და იმისათვის რომ დაზარდოს სტატისტიკა და მოატყუონ თავიანთი ხელმძღვანელობა თუ ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა პირები, ვისთანაც ესენი ტრაბახობენ, აი ესე გამოყავთ რომ თითქოს ისინი იჭერენ ნარკორეალიზატორებს, არადა რეალურად მათი დიდი უმრავლესობა არის ძირითადი წილი არის უბრალოდ ესეთი გაჭირვებული მომხმარებლები. საქმეში ზოგადად არის ორი ვიდეო მტკიცებულება წარმოდგენილი. ამ ვიდეოში, დიახ, ამ ვიდეოში უშუალოდ ჩანს რაღაც ნივთიერების გადაცემის ფაქტი, თუმცა ეს რა ნივთიერება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ არსებობს შესაბამისი დასკვნა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცნობით ეტაპობრივად საქმის მასალებს და სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ღმერთმა უწყის, ასე პასუხობს კობახიძე მისი შესაძლო გადაყენების შესახებ დასმულ კითხვას. არადა ეს კითხვა დღის წესრიგში თავად გააჩინა, როცა ივანიშვილის ქება დიდებისთვის ბრიფინგი დაგეგმა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს როდის ჩამოშორდება მართვის სადავებს და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ერთობლივად მიიღებს გადაწყვეტილებას. 7 წუთიანი ბრიფინგი, რომელიც ერთი დღით ადრე კობახიძემ სრულად ივანიშვილის ქება დიდებას და მისთვის პასუხისმგებლობის გადაბარებას დაუთმო დღეს პრემიერის განცხადებით, მხოლოდ იმის დემონსტრირება იყო თუ როგორ იმართება ქვეყანა. პრემიერები საქართველოში ქართული ოცნების პირობებში თანამდებობებს ტოვებენ ანუ მოკლე დროში, მაქსიმუმი 2 წელია და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენი აზრით როდის მოვა თქვენი თანამდებობიდან წასვლის დრო? ღმერთმა უწყის. მოსალოდნელი არ არის. მე არ ვიცი. თქვენ რატომ არ იცით? არ ვიცი, თქვენ შეგიძლიათ იმარჩიებოთ, ხავას ჩაიხედოთ, მე არ ვაფრთხილებ ამ ცეკებს. თქვენ წყვეტთ ამას თუ ბიძინა ივანიშვილი? ბატონო? თქვენ წყვეტთ თუ ბიძინა ივანიშვილი? ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს ხოლმე გუნდი. ასეთ საკითხებს წყვეტს ხოლმე გუნდი. როგორც ესე, ასეა. იყო შემთხვევა, როდესაც გახარია ამ გადაწყვეტა, იმიტომ რომ მამას უნდოდა ასე. დაავალეს და გადადგა. ასეთ შემთხვევებიც იყო, მაგრამ როგორც ესე, ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს ხოლმე ქართული ოცნება. ზუგდიდში 70 წლის პენსიონერმა ჯერ მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაპირისპირების მიზეზი სადავო მიწა გახდა. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს სოფელ ოქტომბერში, სადაც 2 ცხედარია აღმოჩენილი. პირველადი ინფორმაციით, ბახუშ შამოგიამ 55 წლის მეზობელი სანადირო თოფიდან 1 გასროლით მოკლა. დაახლოებით 3 საათში კი ადგილობრივებმა ისიც გარდაცვლილი ნახეს. რასაბირდა ძროხის გულიშვის ძროხა. მე ჩემი არაფერი არ ნაშებაო შენო და ჩერგთა. წაიყვანიო შენი ძროხაო და არ იმას ნაურთია და ამაზე აყოლიო. გუშინე შარშანიც გამოიყო კიდე. ანუ შარშანაც მოხდა მათ შორის დაპირისპირება. კი, შარშანკილე ყოფილა. სად მოხდა ეს ამბავი? ვინმეს რომელიმე სახლში თუ სად მოხდა? არა ეს გზაში. არაფერი გავივიათ, არა დააკავეს, არა წაიყვანეს, არა. ექსპერტისაც ჩაუტარდა გარდაცვლილს. ახლა არის წაყვანილიო და არ ვიცი. მოკლაო რა მე არ ვიცნობ ბატონო რა ვიცი. მეზობლები არიან, ხო? იქით შორს ცხოვრობენ ისინი არ ვიცი. მიწის გამოქონდათ დაპირისპირება რამე ხოლმე გიგია გავისნა. არაფერი. როდის მოხდაოთ ალბათ? ამდილითო და არ ვიცი. და რითია მოკლული? თოფითო და არ ვიცი. ასეთი იყო პირველები 6-მე 7 საათამდე გემშვიდობებით, პირველზე პირდაპირ ეთერს დიანა ტრაპაიძე აქვს.